სიმძლავრე იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე წარმოგიდგენია. 2025 წლის კვლევა მაჩვენა, რომ დაბალი სიმძლავრის მქონე ხალხს სიკვდილიანობის 6-7 ჯერ მაღალი რისკი აქვს, ვიდრე მაღალი სიმძლავრის ჯგუფს. სიმძლავრის ფორმულაა ძალა გამრავლებული სიჩქარეზე. მარტივად რომ ვთქვათ, ის განსაზღვრავს თუ რამდენად სწრაფად შეგიძლია ძალის გამოვლენა. ეს მაჩვენებელი კი იმიტომაა ეგეთი მნიშვნელოვანი, რომ მძლავრის სხეული ტრავმებისგან უფრო დაცულია. მაგალითად, თუ ქუჩაში ფეხი აგისრიალდა, სწორედ სიმძლავრე განსაზღვრავს, რამდენად სწრაფად მოახერხებს შენი სხეული რეაგირებას და დაცემისგან თავის არიდებას. თუ ახალგაზრდა ხარ და ეცი და რამე ითქინე, დიდად არ აუშავს, ალბათ მალევე გამოჯანმრთელდები, მაგრამ თუ შედარებით ასაკში ხარ შესული, დავარდნა შეიძლება ფატალური რისკი აღმოჩნდეს. ყოველწლიურად 65 წელს გადაცილებული ხალხის დაახლოებით მესამედი ეცემა, ხოლო 75-80 წლისების 50%. და თუ ეგ დაცემა მენჯის მოტეხილობით დამთავრდა, იმის ალბათობა, რომ მოხუცებული ადამიანი მოტეხილობიდან 1 წელიწადში მოკვდება, დაახლოებით 20-25%-ია. აქვე დავამატებ, რომ მენჯის მოტეხილობების 95% სწორედ შემთხვევითი ვარდნების შედეგია. ასაკის მატებასთან ერთად სიმძლავრე ყველაზე სწრაფად კლებადი ფიზიკური მაჩვენებელია და 40 წლის შემდეგ ყოველ 10 წელიწადში ის 10-15%-ით, ხოლო 60-ის შემდეგ კიდევ უფრო სწრაფად მცირდება. მაგრამ კარგი ამბავი ისაა, რომ მისი განვითარება ნებისმიერი ასაკიდანაა შესაძლებელი, რაზეც რჩევებს მომავალში გაგიზიარებ.